პრობლემის არსი რო ახსნათ, რაში მდგომარეობს საფუძველთა საფუძველი, ხო? ესე იგი, გარშემო არსებობს გარკვეული რეალობა და სინამდვილე, გლობალური სინამდვილე. ზუსტად აი ამ რეალობის ვერ მიღება და ვერ გაგება ამ პრობლემის საფუძველი. ესე იგი, ხედავთ, რომ მსოფლიო წესრიგი, საერთაშორისო წესრიგი ძალიან სწრაფად იცვლება, 1000 ახალი ფაქტორი გამოჩნდა, იქნება ეს ეგრეთ წოდებული პაქს ამერიკან დასავლური წესრიგის კრიზისი, მულტიპოლარული სამყაროს ფორმირება, ჩვენ ხედავთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოსვლამდე უკვე ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს გავს და და ბევრს იმუქრება კიდევ სხვადასხვა რაღაცასთან დაკავშირებით კი? დიახ, არც ამასაკლებს და ხედავთ, რომ ილონ მასკი გახდა ეგრეთ წოდებული kingmaker-ი, ჯერ ფსონი დადო არგენტინაში ხავიერ მილეიზე, გაიმარჯვა, შემდეგ ტრამპზე, ახლა ორი ახალი ფსონი დადო, ერთი ბრიტანეთში ნაიჯელ ფარაჟზე, მეორე უკვე გერმანიაში ალტერნატივა გერმანიისთვის და სრულიად ახალი პროცესები მიდის და ზუსტად აი ამ პროცესების ვერ გაგება და თვალის ვერ გასწორება აი ამ პრობლემის საფუძველი. ვერ გასწორება თუ არ გასწორება, ესეც საინტერესოა. ალბათ ორივე და ეს არის გარკვეული მაკრო რეალობა და როდესაც მაკრო რეალობის შენ გიშინია, ქმნის შენ პატარა რეალობებს, მიკრო რეალობებს, ბაბლებს და იკეტები ზუსტად აი ამ ვიწრო წრეებში. რა საშინელი სიტყვა ეს ბაბლი და როგორ და მიკრო რეალობა შემოვიდა, ხო, პრობლემა რა არის? პრობლემა ის არის, რომ მე და თქვენ სხვადასხვა აზრზე ვართ, თუ პრობლემა ის არის, რომ ჩემი აზრი არ უნდა არსებობდეს? პრობლემა ის არის, რომ გარშემო რაც არსებობს პირველ რიგში, ამაზე უარს ამბობენ საერთოდ, რომ აღიქვან ადეკვატურად ეს რეალობა და თვითონ ცდილობენ შექმნან ახალი მიკრორეალობები. აი დაუშვათ მათთვის გაუგებარია, რატო არ გახდა ეს პროტესტი, რომელიც ამდენი ხანია მიმდინარეობს უკვე საყოველთაო და ეს ყველაფერი რატო გადაიზარდა მარგინალურ მარშებში, ხო? პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ესე იგი, ქართველი ხალხი ინტუიციურად ხვდება, რა პროცესები ხდება გარშემო და ეს ადამიანები იმდენად იდეოლოგიზებულები არიან აქციებზე, რომ ამ რეალობას თვალს ვერ უსწორებენ. და აი ამის ვინც გაბედავს და დაუშვათ იტყვის, რომ აი ობიექტურად შეეცდება შეაფასოს რა ხდება ჩვენს გარშემო, ეს ადამიანი მაშინვე მათ შავ სიაში აღმოჩნდება და იწყება არა მარტო ბულინგი, არამედ მათ აქვს შავი სიები და ცდილობენ, რომ მაქსიმალურად ამ ადამიანების მარგინალიზაცია მოახდინონ. რომ აი ეს ახალი პარადიგმა და ახალი სააზროვნო ველი არ შემოვიდეს საქართველოში. ზუსტად ამას ეწინააღმდეგებიან. და ეს არის აი დაახლოებით 90-იანი წლების სააზროვნო სისტემა, ცივი ომის პერიოდი, როდესაც სრულდებოდა, როდესაც აი ეს ბინარულობა, დიქოტომიური ორმაგი აზროვნება არსებობდა, რომ არის ერთი კეთილი და არის ბოროტი. და შავი თეთრი და აი ამის მიღმა აღარ მიდიოდა აზროვნება და ცდილობენ, რომ ზუსტად ეს სააზროვნო ველი ჩაკეტონ აი ამ დიქოტომიურობაში, რაც დამღუპველია. ინდოქტრინაცია ქვია კიდე ამას თავიანთი აზრის. ზუსტად. აი ამის და აი ეს ორგანიზებული სოციალურ ქსელში არსებული შეტევები ამ ყველაფრის შედეგია? ისეთი არის, რო არ მოხდეს აი ეს ახალი სააზროვნო ველის გაჩენა, ამისთვის გამოიყენება რამდენიმე ინსტრუმენტი. პირველი მექანიზმი არის, რა თქმა უნდა, ეს იარლიღები, რაც უამრავი აქვს, შეიძლება რუსეთუმე იყო, ჩინეთუმე იყო, უკვე ბრიქსისტი იყო, არ ვიცი, ვასაძის მხარდამჭერი, ქოცი, ალტინფო, ყველაფერი ძალიან დიდარი ასორტიმენტი აქვს იარლიღების და მეორე არის აზრის პოლიცია. რას მოიცავს ახლა ეს აზრის პოლიცია, რომ თუ დაინახეს სადმე, რომ მათთვის მიუღებელი არალიბერალური აზრი გაჭაჭანდა, მობილიზებულად კოლექტიური ძალისხმევით ესხმიან თავს ესეთ სივრცეებს. ამის ნათელი მაგალითია, რაც ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე. საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებობდა ძალიან საინტერესო პლატფორმა 98 პარალელი, რომლის ხელმძღვანელი იყო გიორგი გვიმრაძე და ძალიან საჭირო ბოდიში 78 პარალელი. ხო, ძალიან საჭირო საქმეს აკეთებდნენ, იმიტომ რომ რეალურად ხსნიდნენ ზუსტად იმ ახალ რეალიებს, რაც ჩვენ გარშემო. და მათი სამიზნე გახდა ზუსტად ეს პლატფორმა. ამის შემდეგ იყო რომ აირჩიეს ახალი სამიზნეები, ეს იყო მწერალთა სახლი, შემდეგ კონკრეტული პირები, როგორც იყო ლევან გიგინეიშვილი და საუბარი მიდის რაზე, მათი მოთხოვნა არ არის ის, რასაც ესე დეკლარირებულად ამბობენ, რომ უბრალოდ სივრცე მიცენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, არ არის ასე. რეალობა არის ის, რომ მათ უნდათ, რომ აი ეს მიუმხრობელი ადამიანები, ვინც შუაში არიან და უბრალოდ არ იჭერენ პარტიული აფილაციები და პოზიციები არ აქვთ, ესეთი ადამიანები უბრალოდ არ არსებობდნენ. და გეუბნებიან ესეთ რაღაცას შეფარვით და ირიბად, ან ჩვენთან ხარ, ან ჩვენი მტერი ხარ. აქამდე დაიყვანება მათი რიტორიკა. და არის კიდევ ერთი ფრაზა, რომ მეორე მხარე არ არსებობს. მეორე მხარე არ არსებობს. როგორც გარშემო არსებული რეალობა არ არსებობს, ასევე არ არსებობს ის მხარე, რომელიც მათგან განსხვავებულ რამეს ამბობს. და აი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი მათი აი ეს იდეოლოგიური პოზიციის და საერთოდ რა განწყობები არსებობს ამ ადამიანში, იყო ის, რაც მოხდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როდესაც ლევან გიგინეიშვილი იყო სტუმრად, ბატონ ლევანი ამბობდა, რომ გამოსავალი შეიძლება ამ პოლარიზაციიდან, კრიზისიდან იყოს დიალოგი.
დიალოგის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია რამე პოზიტიური ცვლილებები მოხდეს თუ არ დავიწყეთ საუბარი ერთმანეთთან. და ზუსტად აი ამ ბატონი ლევანის ეთერის შემდეგ ეთერში შემოდის სალომე ასათიანი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ამბობს, რომ სალაპარაკო არაფერი. ანუ ჩვენ ვიცით მინ არის, ყველაფერი გადაწყვეტილია, ჩვენ ვიცით, სად არის ისტორიის სწორი მხარე, ვინ აკეთებს სწორ საქმეს და შესაბამისად გასარჩევი არაფერი. ზუსტად აი ეს სიმბოლურად ასახავს რა ხდება. ერთი მხარე ცდილობს იმის მიუხედავად, რომ ურთულესია დიალოგში შესვლა, იმიტომ რომ რადიკალური აცნებია გარკვეული საკითხების ირგვლივ, მაინც შევიდეს და ცადოს დიალოგი და მეორე მხარე ამბობს, რომ საჭირო არ არის ეს ყველაფერი. აი ამ კრიზისიდან გამოსვლა შეუძლებელი და წარმოუდგენელი ხდება, როდესაც ჩვენ დიალოგზე არ მოდიან საერთოდ არასოდეს კითხვა-პასუხის რეჟიმი არის. შინაარსობრივ დიალოგზე ეს დიალოგია, მაგრამ ნუ როდესაც ეს ის ამბავი რომ არ მოდის ადამიანი დიალოგზე. მოდი მარტო პოლიტიკურ საქმეზე არ არის. აქ საზოგადოებრივ ასე არის, თუ დიალოგი თუ არ შედგა, არაფერი არასდროს არ კეთდება. არასდროს არანაირი გამოსავალი არ შეიძლება მოიძებნოს კრიტიკული სიტუაციიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როდესაც აი ამ ყრუ კედელს ეჯახები, რომელიც პირდაპირ ინდოქტრინირებული არის და იცის რომ ეს არ შეიძლება შეყვიდე ვიღაცასთან. ეს მიზანმიმართულად რო კეთდება გასაგებია. მაგრამ ყველა გააზრებულად არის ასე თუ უბრალოდ იმ ზემოქმედების ქვეშ არიან, ანუ იმ ადამიანების რომლებიც ამას ყველაფერს მართავენ. ჩვენ ხო სამწუხაროდ უკვე აღქმების ეპოქაში ვცხოვრობთ და მედია манипуляციების არის ნაწილი, რომელსაც ეს ყველაფერი გააზრებული აქვს და განზრახ და შეგნებულად აკეთებს, რადგან იცის, რომ დიალოგში შესვლის შემთხვევაში ის პოზიციები, რომელიც მათ აქვთ, არის ძალიან მყიფე და ეს ყველაფერი საჯაროდ წარმოჩინდება და ის პროგრესული ელფერი და მანტია, რაც დაკრავთ, ზარი გაუჩნდება ამ წარმოდგენებს. შესაბამისად არ აწყობთ პირდაპირ დიალოგი, მაგრამ არის ნაწილი, რომელსაც ამ ყველაფერს გაუთისნობიერებლად აკეთებს და რაღაცა ინერციით მიყვება. ამაში ძალიან დიდი როლი აქვს მედიას. არა მარტო მედიას, განათლების სისტემასაც და მთლიანად ეს ინფორმაციული ველი, რაც მართ გარშემო არის, რაღაცნაირად უბიძგებს მათ და ბლოკავს, რომ ეს განსხვავებული ალტერნატიული საინფორმაციო არხები არ შემოუშვან. ზუსტად ამას აკეთებს ის ოპოზიციური არხები, რომლებიც ცდილობენ, რომ ეს ისტერიული ნარატივები და შიშის დანერგვით ეს ხალხი იზოლირებულ სივრცეში მოახდინოს. აი შიშის დანერგვა ძალიან სწორი ახსენეთ და ცოტა უკან რო გავიხედოთ, სანამ ასე ძალიან დაიძაბებოდა სიტუაცია, თუნდაც სოციალურ ქსელში თუ საზოგადოებაში ზოგადად, ასეთი ტენდენცია იყო თუ გახსოვთ, ვიღაც აპირებდა რაღაც დაეწერა და შესავალი იყო ესეთი არ ჩამქოლოთ, მაგრამ ან რა დროს ეს არის, მაგრამ და თითქოს თვით დაცვას აკეთებდა ადამიანი. ანუ რამ ჩამოაყალიბა ეს რაღაცა სოციალური შიში იმისა, რომ უბრალოდ აზრი გამოთქვა ადამიანმა რამეზე. ან უბრალოდ საკუთარი შვილის ფოტო დადო და არ გითხრან, რომ რა დროს ახალი წელია და შვილი რო ყავს, რატო გიხარი. ანუ აი ეს წინასწარი დაცვები, რომ არ ჩამქოლოთ, გთხოვთ, ბოდიში რა დროს ეს არის, მაგრამ რაღაც მიხარია. აი ეს რამ ჩამოაყალიბა. ხო, ჩვენ ძალიან მკაფიოდ შევეჯახეთ ბოლო თვეები ამ პრობლემას, მაგრამ ეს არ ახალია. ეს ლიბერალური ფაშიზმი წლები არსებობს, უბრალოდ რადიკალური ფორმები შეიძინა ბოლო პერიოდში და ზუსტად იგივე აზრის გაგზელება შეგვიძლია აქაც, რომ თუ ხედავენ, რომ შეუბრალოდ არა რომელიმე მხარე ნეიტრალური ხარ. არ გაქვს მათი გადმოსახედიდან ამის მორალური უფლება არ გაქვს, იმიტომ რომ მათი წარმოდგენით ახლა არის გარდამტეხი პერიოდი, როდესაც ქვეყანა არის რაღაც ფიქციური წარმოდგენები საგარეო პოლიტიკის ვექტორის არჩევის ზღვარზე და ამ დროს შენ ნეიტრალურობის უფლება არ გაქვს. შესაბამისად ახლა ამის დრო არ არის, იმიტომ რომ ახლა გადაწყვეტილების მიღების დრო არის. აი ხედა, აი ახლა. ხო, დაახლოებით ეგ სიტუაცია და ამ პერიოდში, როცა ესე საგანგაშო ფორს-მაჟორულ სურათს ქმნიან, შენ უბრალოდ ესე სიმშვიდე არ გეპატიება, არც ფიქრი არ გეპატიება, არც რაღაცების დაწონვა პირდაპირ უბრალოდ უნდა გაიმეორო ის მარტივი ლოზუნგები და მესიჯები, რასაც ისინი ავრცელებენ. აი ამასთან დაკავშირებით მინდოდა აღმენიშნა, რასაც დავაკვირდი სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აზიარებს ბმულებს, რომ რეალურად რაღაცა იმ ტრენდს არ ჩამორჩეს და მე რაღაცამ არ უთხრას. და არ ვიცი ახლა რამდენად ადევნებთ თვალყურს ეგრეთ წოდებულ ინფლუენსერების გვერდებს, იქმნება სხვადასხვა ეგრეთ წოდებული ლუკები. აი მე დღეს ვისვამ ამას, დათაგული სხვა ბრენდები, ანუ კეთდება ჩვეულებრივად რეკლამა, თქვათ იქ თუკის ბრენდისა თუ ქუდის და შემდეგ ბოლოს აწერენ, რომ ეს არის დღევანდელი აქციის ჩემი ჩაცმულობა, ჩემი ლუკი, ცოტა სასაცილოა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თუ რეალობა არის ის, რაზეც გვესაუბრებით, მაშინ მართლა რა დროს ლუკების აწყობაა და ბრენდის ქუდი, ხომ? შესაბამისად, ეს ყველაფერიც უკვე რაღაცნაირად
გაჯდა ადამიანებში, რომ დღეში ერთხელ მაინც რასაც არ უნდა აკეთებდნენ ისინი სინამდვილეში სამსახური იქნება თუ სახლში, დღეში ერთხელ მაინც რაღაცა ისეთი ან სტორის სახით უნდა დაიდოს, ძირითად სტორის სახით იდება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ აი ადამიანი როგორი პატრიოტია. ხო, ეს ეგრეთ წოდებული ბაბლები, რაც ჩვენ არ მოგწონს ეს ტერმინი, ეს მიკრორეალობებში ვინც არიან ჩაკეტილები, ეს ადამიანები გარკვეული ნაწილი ამ ადამიანებს იზოლებულია, ესე მოიქცენ, ალბათ. კი, თავდაცვაც არის ერთგვარი. თავდაცვა არის და ის რომ აი ამ პატარა მიკრო საზოგადოებიდან არ მოწდნენ და არ მოკვეთონ. ამის შიშიც არის, რომ იმიტომ რომ რაღაცა პრივილეგიები აქვთ მათ და ესე იყო წლების მანძილზე, როდესაც ამ წრეებში ტრიალებს შენ გაქვს ბევრი ესეთი არაფორმალური პრივილეგია და შესაბამისად ცდილობენ ეს ყველაფერი არ დაკარგონ. ამიტომ ნუ გასაგებია მათი პოზიციონირება. არ დაკარგონ და თან ზოგიერთი იძენს უფრო მეტ მიმდევარსაც, გამომწერსაც, აი ამ მარტივია საერთოდ ცხოვრება, როდესაც ეს პრიმიტიულ მესიჯებს მაგრამ პერსპექტივაში როგორ ხედავთ? აი რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ამ ბაბლში ან მიკრორეალობაში არსებობა და დაჯერება? სანამ არ გამორთავენ და გარეთ გავლენ. რა პერსპექტივაა? რეალურად ძალიან საინტერესო კითხვაა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩვენი მხოლოდ ლოკალური პრობლემა არ არის და ბევრ ქვეყანას აქვს ეს პრობლემა. აქვს, თუმცა აი X-ის და ყოფილი Twitter-ის არსებობამ რეალურად დაამსხვრია ის მოცემულობა, რაც იყო დაგასწრებით უკაცრავად კარგი. ხო, არა, კი, ზუსტად ეგ არის, რომ ერთი მხრივ X-ი, მეორე მხრივ ალტერნატიული მედია პლატფორმები იმდენად გაძლიერდა, დაუშვათ დასავლეთში და იგივე ამერიკაში, რომ ოფიციალური მედია, მეინსტრიმ მედია ჩაანაცვლა. ამის ნათელი მაგალითია რა ფენომენიც არის ტაკერ კარლსონი, ტაკერ კარლსონს მიყვა კიდე ბევრი სხვა ფიგურა. შესაბამისად, ეს ტენდენცია როგორც წესი, რაც დასავლეთში ხდება, ის დაგვიანებით რეზონანსულად გადმოიცემა ხოლმე ნახევრად პერიფერიულ ქვეყნებს და უნდა ველოდოთ, რომ ეს ჩვენთანაც მოხდება. და ეს არის ერთ-ერთი შემომსუბუქებელი, რაც შეიძლება ის პერსპექტივაში განვიხილოთ, მაგრამ ამის გარდა რაღაცები მგონი ჩვენ ადგილზეც უნდა მოვიმოქმედოთ, აი ამის იმედად არ უნდა ვიყოთ, რომ რაღაცა გარკვეული ტენდენციები ჩვენამდე მოაღწევს. მაგალითად, ერთ-ერთი არის ის, რაც ხდება განათლების სისტემაში. აი ეს უნდა მეკითხა, თქვენ ამ თემაზეც გეწერათ საინტერესო პოსტი და იგივე მიკროსამყაროები რომ ავიღოთ, ხო, რეალობაში ბავშვისთვის არის სკოლა, მოზარდისთვის და სტუდენტისთვის არის ეს სასწავლო უნივერსიტეტი. ზოგადად კრიტიკული აზრის არსებობა, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი არის. კი, ბატონო, ესე იგი, განათლების სისტემაში ეს პრობლემა ძველია. ინერციით მოდის წინა რეჟიმიდან ეს იდეოლოგიზაცია მთელი სისტემის, მაგრამ ამის გადაჭრა ვერ მოხერხდა დღემდე. და ხედავთ, რომ ეს აკადემიური სივრცეები, აუდიტორიები და მათ შორის არა მხოლოდ უნივერსიტეტები, სასკოლო ოთახების სკოლებიც გადაქცეულია NGO-შნიკური აქტივიზმის სივრცეებად. ანუ რეალურად აკადემიური სივრცე არ უნდა იყოს, ხო, ამისთვის უნდა იყოს პირიქით ჯანსაღი დისკუსია, ასთა გასვლა, გამოცვლა, ბევრი პერსპექტივა უნდა იშლებოდეს და ამის შედეგად ადამიანი უნდა ცდილობდეს აირჩიოს რომელია მისთვის უფრო მისაღები, უფრო ობიექტური სურათი რომელია და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ ხდება. დღესდღეობით ხედავთ, რომ უნივერსიტეტის პროფესორა, ვინც არიან, აქტივისტები და არა მხოლოდ აკადემიური პირები, პირდაპირ მოუწოდებენ ხიად, ეს არ იმალება საერთოდ, რომ აქციებზე გავიდნენ. პირდებიან გარკვეულ შეღავათებს იმ შემთხვევაში, თუ აი ამ აქტივობებში ჩაერთვებიან და ის ყველაფერი აი ამ თუნდაც ჩათვლას დაგიწერდა, ხო, გადაიდება რაღაცა, მე ხელშეგიწყობთ და ასე შემდეგ, ხო? და ის ყველაფერი მიდის იქამდე, რომ მთლიანად ეს აკადემიური თავისუფლების პრინციპი კვდება და რაც უნდა იყოს უნივერსიტეტის ფუნქცია, ეს იკარგება, ხო? და ეს იდეოლოგიზებული ლექტორების ფაქტორი არის უნიშნულოვანესი. ეს თუ რაღაცნაირად არ მოგვარდა, რთულია, რა თქმა უნდა, ის არ არის მარტივი, მაგრამ ამის გარეშე წარმოუდგენელია ცვლილებების მოხდენა, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდობა, რომელზედაც ამდენს ბევრს საუბრობენ და ჯენზიმი არ მიყვარს ეს ტერმინი, მაგრამ ამბობენ რომ პრობლემურია და რაღაცა მათ ცნობიერებაში გარკვეული ხო პრობლემებია. ამის მოგვარება როგორ უნდა მოხდეს განათლების სისტემაში ფუნდამენტური რეფორმის გარეშე, ჩემთვის წარმოუდგენელია. მეორე მხარეა კიდევ მედია და ეს საინფორმაციო ველზე რა ხდება და ესეც ცალკე პრობლემაა. აი ერთი რაღაცას მინდა გავუსვა ხაზი. სოციალურ ქსელზე ძალიან ბევრი ადამიანი არის დამოკიდებული და იქ ნერვიულობენ, იქ განიცდიან, რაღაც თავისი სამყაროა, ხო, ცალკე ირეალური სამყარო და არარეალური სამყარო. თუ ხართ დაკვირვებული, რაღაცა თუ ისე არ წავიდა მაგალითად და რაღაცით უკმაყოფილოები არიან ის ადამიანები, რომლებიც პროტესტში არიან ჩართულები, უცებ ირთვება ხოლმე ტრენდი, იცვლება და ყველა რა კარგი ცუგრიკაა. ანუ გადადიან საერთოდ სხვა თემებზე. ძაღლების სურათები, ნაძვის ხის თუნდაც, იმიტომ რომ სახალხო. ანუ რას ვამბობ, ის განათლების სისტემა, რა თქმა უნდა, ძალიან რთული თემა არის, კომპლექსური თემა არის და ეს ერთ დღეში არ მოგვარდება. აქ თუ არის, აი პოლიციაზე როდესაც საუბრობთ. ანუ აქ, ესე იგი, რაღაცა მესეჯ ბოქსი, რაღაცა მოდის
და დავიწყეთ რაღაცის კეთება იწყება. მანამდე თითქოს დაბნეულია აბსოლუტურად სულ ყველა. აი ამას როგორ შეიძლება ეშველოს? ანუ ის მართველი ადამიანი, რომელიც ამ Facebook-ს აგზავნის, როგორ შეიძლება აი ამ თემის თავიდან არიდება. კი ბატონო, გონი აქ უნდა ვაღიაროთ, რომ ის დღის წესრიგი რაც ამ აქციების დროს არსებობს, ეს არ არის ორგანული და ეს ფეთქებადი რაღაცა, რაც სპონტანურად ხდება და ეს ამბოხის ხასიათი თვით აღგზნება. არანაირად ეს არის ყველაფერი ძალიან კარგად გაწერილი, დაგეგმილი პროცესი და ეს დირექტივები არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მოდის რიგითი აქტივისტებისგან, რა თქმა უნდა, დირექტივები მოდის ესეთი გლობალური დირექტივები გარედან და შესაბამისად ეს ადამიანები არიან უბრალოდ შემსრულებლები. ეს აღიზიანებს, როდესაც ამბობენ ამ ყველაფერს, მაგრამ ნუ რეალობა ასეთია, რომ გარე ინტერესები საკმაოდ დიდია, რომ აქ არეულობა მოხდეს. ამას აქვს ძალიან დიდი გეოპოლიტიკური ფართო ახსნა და ამის დრო და სივრცე მგონი დღეს არ იქნება რომ ახსნათ რატომ უნდა საერთოდ ჩვენთან გარკვეული დესტაბილიზაცია მოხდეს, მაგრამ ნუ მათი მოტივი ეს არის. ეს ადამიანები გათვისნობიერებთ თუ გაუთვისნობიერებთ, ზუსტად ამ პროცესების მონაწილეები არიან და როდესაც ამას ამბობ ძალიან ღიზიანდებიან, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ აი ეს წარმოდგენები, რაც მათ აქვთ, რომ დაუშვათ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის ბრძოლობენ, ხო, ეს ყველაფერი იცვლება. მაშინ როდესაც გარეძალების მანიპულაციის ინსტრუმენტი ხდება ლოკალურ დონეზე. შესაბამისად, არ არის სასიამოვნო, მაგრამ ზუსტად აი ეს პრობლემა რაში მდგომარეობს, რომ ეს ადამიანები წარმოიდგენენ, რომ საქართველოში ლოკალურად რაც ხდება, ეს არის თითქოს აი ეს კუნძულოვანი ამოვარდნილი თითქოს ტელესოფლიო პრობლემებისგან. პროცესები და ამ მოწყვეტილი ამ ყველაფერს და რეალურად ეს ყველაფერი არის იმ დიდი პროცესების გაგრძელება, რაც ჩვენს გარშემო ხდება და აი ეს არის პრობლემა, რომ მათ უნდათ რომ ეს პროცესები დაიმალოს, რადგან აი სიმართლე, ის სიმულაკრები, რასაც ადგილზე გვიქვრიან, გაასაღონ საზოგადოებაში, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტება.